ძლიმნიანი მონოლოგი დაიწერა დაახლოებით 6 წლის წინ, ასე გამოდის, 5-6 წლის წინ. და მას მერე სიმართლე თქვა არ წამიკითხავს ეს მონოლოგი. და საინტერესო იყო ჩემთვის გადამეხედა და ეს მოგეთ გუშინ მომეცა ამის საშუალება, როდესაც შევიდღა ამ პროექტის შესახებ, რომ თავიდან წამეკითხა. დიდ ნაწილს ამ მონოლოგისას ისევ ვეთანხმები, ანუ რაღაც განწყობები ისევ იგივე რჩება, იმიტომ რომ მე არ შევძლებო ალბათ დიდად თუ არ ჩავთვლი იმას, რომ წლები მომემატა. და რაღაცა მეტნაკლებად გამოცდილებაც დამიგროვდა, მაგრამ დიდი ნაწილი იმ განწყობებისა, რაც ამ მონოლოგში არის ჩადებული, ისევ იგივე დარჩა. მინდა რომ წარმატებული აღმოჩნდეს ეს მონოლოგი, ჩემი მონოლოგი შემდეგი სტუმრებისათვის და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. რაღაც კარგი პროექტი მგონია. ყოველ შემთხვევაში, როდესაც წიგნად გამოიცა ეს მონოლოგები, 2007-ში იყო, როგორც მახსოვს და თუ არ მეშლება, მართლა ძალიან საინტერესო და კარგი რამ გამოვიდა, ესეთი საკითხავი, სენტიმენტალურიც, თბილიც და ამასთანავე რაღაცა სხვადასხვა პრობლემებით დატვირთული. მოგეთ დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებული ნაბიჯი იქნება ეს ახალი პროექტისათვის. და დავიწყებ ლიმნიანი მონოლოგი, ასე დავარქვი და თუ რატომ ბოლოსკენ გამოჩნდება ალბათ. დღეს დავიღალებ. ახლა რომ მკითხო რამ დაგღალაო, მართლა ვერ გეტყვი. უბრალოდ დავიღალე და მორჩა. ახლა ღამეა. ჩემი კომპიუტერის საათი ზუსტად 23 საათსა და 58 წუთს აჩვენებს. მარიტას უკვე სძინავს. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ გვერდზე არ მიდგას და კლავიატურაზე თითებს არ აკაკუნებს. გიო რაღაც ფილმს უყურებს და ცდილობს როგორმე მაიძულოს ავდგე და ჩაი დავუსხა, მაგრამ არაფერი გამოსდის. აი ნახე თუ არ ადგეს და 2 წუთში თვითონ თუ არ დაისხას. სულ ასე იცის. უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში უკვე იმდენი ინტერვიუ ჩავწერე და დავწერე, რომ ვეღარ ვითვლი. ხო და უკვე დაახლოებით 10 დღეა ვწუწუნებ, რომ ამ ინტერვიუებმა შეიწირეს მუზები და დარჩნენ ჩემი მოთხრობის პერსონაჟები უსახლკაროდ, მოთხრობების გარეშე. დაფანტულები და როგორც მკვლელს ესიზმრება ხოლმე საკუთარი მსხვერპლი ღამღამობით, ასე მისიზმრებიან მეც ჩემი პერსონაჟები, მაგრამ სამწუხაროდ მათ ჯერჯერობით ვერაფერი მოუხერხე. არა და ყოველ დილით საკუთარ თავს პირობას ვაძლევ, რომ საღამოთი კიდევ ერთ წინადადებას მაინც მივუმატებ ჩემს დაუსრულებელ მოთხრობას, მაგრამ სულ ტყუილად. ერთი შიში დამჩემდა ამ ბოლო დროს და მგონი ეს ჩემი თავმოუბმელობაც ამის ბრალი უნდა იყოს. სულ მეშინია რომ ჩემი ახალი მოთხრობა წინაზე ცუდი გამოვა. ხო და იქნება ამიტომაც ვწელავ დროს. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში გასამართლებელი საბუთი მაქვს მყარი, არ მცალია და მორჩა. მაგრამ ერთი ის მითხარი, ეს მოუცდელობის ამბავი ჩემს პერსონაჟებს როგორ აუხსნა. მაგათ რა შეაინტერესებთ მე დღეში 2 ინტერვიუს წერ თუ 20-ს. მაგათთვის მთავარია საკუთარი ადგილები მივუჩინო მოთხრობებში. აი ამ მონოლოგს რომ დავამთავრებ, მე მოთხრობის წერას გავაგრძელებ. პირობას ვდებ, თუმცა დედას არ ვიფიცები. რა ვიცი რა ხდება ტყუილზე დაფიცების ბავშვობიდანვე სასტიკად მეშინია. ხო, ამ დღეებში წიგნის მაღაზიები უნდა დავიარო, მოკლედ ისე აღმოჩნდა, რომ საკუთარი წიგნი წამლადაც კი აღარ მომეპოვება. უკანასკნელი ეგზემპლარიც გავაჩქე და დავრჩი ხელცარიელი. მაშინ კი როცა წერა დავიწყე, მართლა ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ჩემს ნაწერებს წიგნად ავკინძავდი. არა და ყველაფერი მართლა ძალიან უცებ მოხდა. მახსოვს როგორ ვუკითხავდი ჩემს ქმარს პირველ მინიატურებს, ის კი დამცინოდა. მერე აუდიტორია ნელ-ნელა გაიზარდა და საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ჩემი პირველი ლიტერატურული საღამოც მოეწყო. წინა საღამოს იმდენი ვინერვიული ხალხი არ მოვამეთქი, ხმა ჩამიწყდა. არა და მეორე დღეს საჯარო ბიბლიოთეკის მესამე კორპუსთან შეკრებილი ხალხი რომ დავინახე, მივხვდი თურმე ხალხს ვაინტერესებ. ხო და ის შიში ზევით რომ ვლაპარაკობდი, ზუსტად ამის ბრალია. მინდა რომ მკითხველი ჩემს მოთხრობებში ყოველთვის ახლავს, განსხვავებულს და რაღაც საინტერესოს კითხულობდეს. აი ხომ ვამბობდი, გიო ჩაის დასასრულად გადის სამზარეულოში. აუ გეხოცებ მეც და მისხი რა, ანდა მოიცადე, მე მოგიმზადებ გემრიელ ჩაის, ლიმნიანს და მალინიას. და ამას წესით ბოლოში უნდა ეწეროს 2007 წელი, ანუ ეს ყველაფერი იყო 5-6 წლის წინ. თუმცა ეს ჩემი მოთხრობის პერსონაჟები კვლავაც ესე დაიარებიან აღმად-აღმად და ხშირად ვერ უძებნი მათ საკუთარ ადგილს თავიანთ მოთხრობებში. იმედი მაქვს შეიძლება რამე.